მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მოდით ჩვენ ვნახოთ თუ რა საჩუქარს გიმზადებთ თქვენ სამყარო. ვნახოთ მომდევნო მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში რა სახის საჩუქარს გაგვიმზადებს სამყარო. გაშლა გვექნება 2 ვარიანტიანი და ნახოთ აბა რა საჩუქარს გიმზადებთ სამყარო. მომდევნო მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში რა საჩუქარს უმზადებს პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტს. არჩიეთ თქვენთვის სასურველი, ქვებსაც შევამატებახლავე, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. არჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში. პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის უფრო მეტად თქვენზე მორგებული. ველოდები ასევე ენერგიების დაბალანსების მიზნით თქვენგან უკავშირს ლაიქების, კომენტარების სახით. და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, თქვენ რა სახის საჩუქარს გიმზადებთ სამყარო. არკანი ეშმაკი. თავიდანვე უფროსი არკანი ამოვიდა. მატერიალურ კეთილდღეობას ეხება თქვენი საჩუქარი სამყაროსგან, იცით? თითქოს აქ სამყარო მოგცემთ კონკრეტულ სფეროში რაღაც საკმაოდ დადებით შესაძლოა სასწაულ შედეგებსაც კი. იმიტომ რომ არკანი ეშმაკი ეს არ არის უბრალოდ მატერიალური კეთილდღეობა, ეს არის ენერგეტიკული გამოღვიძება, კონკრეტული მატერიალური ენერგიების გამოღვიძება, მოდით ასე ვიტყვი, თქვენში, სადაც თქვენ ძალიან კმაყოფილი ხართ თქვენი კარიერით, თქვენი ფინანსური ენერგიით, ბარაქის ენერგიით. რაღაც ასეთ სფეროში მიიღებთ გარკვეულ აღიარებას. იცით, კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე ვხედავ ზუსტადაც რომ აღიარებას და ფინანსურ წინსვლას ერთდროულად. ანუ აქ ვერ ვიტყოდი რომ აქ უბრალოდ იქნება კარიერული წინსვლა, ან უბრალოდ ფინანსური წინსვლა. აქ თითქოს ორივე ერთად იქნება, მაგრამ ნახეთ, შეიძლება ეს არ იყოს მაინც და მაინც რაღაც სტაბილური, შეიძლება იყოს უბრალოდ ენერგეტიკული ამოფრქვევა, ხო? ანუ ძალიან ნაყოფიერი პერიოდი, ძალიან მყარი პერიოდი ფინანსურად, მატერიალურად. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა საჩუქარს ამზადებს სამყარო პირველი ვარიანტისათვის. უფრო ვრცლად ვნახოთ. არკანი ხმლების 4-იანი, არკანი თასების 9-იანი. შეხედეთ, მე აქ ხედავთ თითქოს თქვენ გაქვთ რაღაც ისეთი ცოტა არეულ-დარეული პერიოდი, პასიური პერიოდი. ზოგადად პირველ თებერვლამდე ყოველთვის სამყაროში ხდება ისეთი პროცესები, როდესაც ყველა სტიქია არის ჩაჩუმებული, ყველგან არის სიჩუმე, ამიტომაც ადამიანებიც უფრო მარტივად იღლებიან. შეიძლება სულადაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დეკემბრის ბოლომდე, ბოლოდან უფრო სწორად თებერვლის დასაწყისამდე გადაღლილი იყოთ, ამასაც კი არ გამოვრიცხავდი. მაგრამ აქ იგრძნობა გარკვეული უენერგიობა, იგრძნობა ის რომ თითქოს საწოლიდან ადგომის სურვილით შეიძლება არ გქონდეთ რაღაც მომენტში. თუმცა მიუხედავად ამისა, შინაგანად გაქვთ დაგროვებული ძალიან ბევრი შემოქმედებითი ენერგია, ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო იდეები თქვენს შემოქმედებაში, ან თქვენს კარიერაში შესაძლოა. ძალიან კარგი პოტენციალის მქონე იდეები არის და თითქოს ამ იდეებს უშვებთ სამყაროში ამა თუ იმ გზებით. შეიძლება მაგალითად არ უშვებდეთ საქმეზე რომ მიდიოდეს, მაგრამ ჩაწერილი გქონდეთ, ხო? და პირველ რიგში თქვენი მთავარი საჩუქარი არის ის, რომ რაღაც მომენტში აქ წამოვა თქვენკენ მოტივაცია, წამოვა ძალიან ბევრი ენერგიის მოზღვავება და წამოვა რაც მთავარია შედეგები. სხვათა შორის ყველას არ ეხება რა თქმა უნდა ის ინფორმაცია, მაგრამ ბევრთან აშკარად უკვე წამოსული არის ეს პროცესები. მაგალითად, რაღაცნაირად უკვე გამოხატეთ თქვენი ეს შემოქმედებითი ენერგია, ხო?
დავუშვათ, არ ვიცი, სამსახურში დაწინაურება გსურდა და თქვენს უფროსებს გამოელაპარაკეთ ან რაღაც მსგავსი გააკეთეთ. ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ აი უმეტესობას ვხედავ, რომ უკვე გაქვთ გაკეთებული რაღაც გარკვეული ქმედებები, მაგრამ მაინც ასეთ პასიურ ენერგიებში ხართ. და ზუსტად ამ პასიური ენერგიებიდან გამოხვალ და დაინახავთ შედეგს. არკანი ეშმაკი, უფროსი არკანი და პლუს მეგობრებო, თასების ცხრიანი. ცხრიანი ყოველთვის არის შედეგები. ცხრიანი ყოველთვის არის კმაყოფილობა საკუთარი შედეგებით, საკუთარი შრომით. საკუთარი ენერგიებით. თქვენ აქ იქნებით კმაყოფილი ცხოვრებისეული ყველა თუ არა თითქმის ყველა ასპექტით. გავიმეორებ, შეიძლება არ იყოს რაღაც სტაბილური, როგორიც არის მაგალითად სამსახურში დაწინაურება სამუდამოდ ან რაღაც მსგავსი, შეიძლება ის იყოს მოულოდნელი ბონუსი, მოულოდნელი საჩუქარი ან მოულოდნელი კარიერული წინსვლა. მაგრამ იცოდეთ, რომ აქ საკმაოდ კმაყოფილნი იქნებით. თუ თქვენ გაქვთ რაღაც ისეთი სამსახური ან რაღაც ისეთ სფეროში მუშაობთ, სადაც კლიენტებზე ხართ დამოკიდებული, აქ თამამად შემიძლია გითხრათ ის, რომ კლიენტების მოზღვავება იქნება რაღაც პერიოდში, რაც ძალიან გაგახარებთ და ძალიან აღგავსებთ ენერგიებით, განსაკუთრებით შემოქმედებითი ენერგიებით და ახალი იდეების დაბადებაც, რა თქმა უნდა. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ამორჩია აი ეს ქვა. ნახოთ აბა თქვენ რა გაგახარებთ, რა საჩუქარს ამზადებს სამყარო თქვენთვის. მოლაპარაკება. კონკრეტულად ამ არკანში რატომღაც იცით როგორ სიუჟეტს ნახეთ მეგობრებო, უკაცრავად გამეთიშა. ყველას რა თქმა უნდა არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ კონკრეტულად ამ არკანში ვხედავ ისეთ სიუჟეტს, სადაც თქვენ აკეთებთ რაღაც შეთანხმებას, რაღაც მოლაპარაკებას, რაღაც გარკვეულ კონტრაქტს აწერთ ხელს. რა თქმა უნდა, ზოგი თქვენგანის შემთხვევაში შეიძლება ნიშნავდეს ახალი სამსახურის დასაწყის, ახალი კარიერის დასაწყის, რაღაც ძალიან სასარგებლო კონტრაქტს თქვენს რეალობაში ხო, რომელიც უცაბედად შემოვან რაღაც მოულოდნელი კოლაბორაციის შემოთავაზებაც შეიძლება იყოს. მაგრამ ამ არკანში როდესაც შევდივარ, ვხედავ, რომ უმეტესობასთან ეს არკანი რეზონირებს უფრო რაღაც ისეთთან, როგორიც არის ბინა, სახლი, კარმიდამო მანქანაც შეიძლება იყოს. თუ თქვენ მაგალითად გინდოდათ სახლის ან ბინის გაყიდვა, ან გაქირავება, ან პირიქით ქირა, ხო? ქირა ან ყიდვა ბინის. ამ კუთხით რეზონირდება რაღაც სასიხარულო ამბავს გაიგებთ ამ სფეროსთან დაკავშირებით. ან შეიძლება სამყარომ თავად ეს გაჩუქოთ, მაგალითად სამყარომ გაჩუქოთ ზუსტად ისეთი ბინა, თუნდაც ქირით, როგორიც თქვენ გინდათ, როგორიც თქვენ გაწყობთ, ხო? ან თუ თქვენ აპირებდით ყიდვას ან გაყიდვას, ამ კუთხით რეზონირდეს, რომ იყიდით ან გაყიდეთ, როგორც იქნა. რა თქმა უნდა, შეიძლება არსაიდან ციდან ფული არ ჩამოვარდება და პირდაპირ გეტყვით, თუ თქვენ საერთოდ არ გაქვთ ამის ფული და არაპირებთ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ყიდვას ან ვერ გამოგდით, რა თქმა უნდა, იმის გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ბინას იყიდით მეთქი, ხო? კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ. რა საჩუქარს ამზადებს სამყარო მეორე ვარიანტისთვის? უფრო რაღაც შეთანხმება, მოლაპარაკებები მოდის. სხვათა შორის აქ არ გამოვრიცხავდი იმას, რომ კონკრეტულ ადამიანთან შერიგება შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ შემდეგი არკანი აქ გამოვიდა კვერთხების 6-იანი გამარჯვება კონკრეტულ სიტუაციაზე. რაღაც რაც იყო აქამდე გაურკვეველი რაღაც, რაც აქამდე იყო უკონტრაქტო, რატომღაცაზე მინდა ვთქვა, გახდება ოფიციალური. ზოგისთვის ხელისთხოვნაც კი შეიძლება იყოს სხვათა შორის, არ გამოვრიცხავდი ამას, მაგრამ უმეტესობასთან აქ მოდის უფრო რაღაც შანსი იმისა, რომ მაგალითად რაღაც ახალი ბინა იქირაოთ ან რაღაც ასეთი გააკეთოთ რა, რისთვისაც უკვე ემზადებით. რაღაც მოულოდნელი ნაკლებად მგონია, ანუ ძალიან მოულოდნელი, რომ აი უცაბედად ვიღაც ბინას გაჩუქებთ ან რაღაც ასეთი, ხო? მაინც იმედებს ზედმეტად არ მოგცემთ. დავამატოთ კიდევ არკანები. რას ეხება ეს ინფორმაცია?
პენტაკლების მეფე. თუ თქვენ ყავთ პარტნიორი, მამაკაცი, აქ თქვენი მამაკაცის ფინანსური ენერგიის გაუმჯობესება მოდის აშკარად, იმიტომ რომ კონკრეტული პენტაკლების მეფე მოდის თქვენთან ფინანსური ენერგიით, ხოლო თუ თქვენ თავად ხართ მამაკაცი, ამ შემთხვევაში თქვენ თავად გექნებათ რაღაც გარკვეული ფინანსურ-კარიერული ზრდა შეიძლება არა, მაგრამ მეტი სიმყარე, მეტი გარანტია ფინანსური, ხო? მეტი ფუნდამენტი ფინანსური. ხოლო თუ თქვენ ხართ ქალბატონი, რომელსაც არ ყავს მამაკაცი, აქ მე ვხედავ კონკრეტულ მამაკაცს, რომელიც თქვენკენ მოდის ფინანსური ენერგიით. ეს შეიძლება იყოს პოტენციალური კლიენტი მაგალითად, ხო? ან შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არ ვიცი, ან მოგაქირავებთ, ან მოგყიდით ბინას, ან იყიდის პირიქით, ხო? თუ თქვენ გაყიდვა გინდათ, ან გაქირავება, რა თქმა უნდა. ასევე შეიძლება იყოს უფროსიც, რომელიც სამსახურში დაგაწინაურებთ. ან ვიღაც კონკრეტული მამაკაცი არის, მოკლედ რომ ითქვას, რომელიც ხელს შეუწყობს ყოველ ამ პროცესებს. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, უღრმესი მადლობა წარმატებები და ნახვამდის.